Mama Andrea, როგორც ვიცით, მარხვის საწესები არის წმინდა წერილში და პირველ რიგში რომ გავიხსენოთ რა მონაკვეთები არის წმინდა წერილში მარხვასთან დაკავშირებით. მარხვა არსებობს, მარხვა დაუწესდა ჯერ კიდევ პირველ ადამიანს, ადამს. და ეს მარხვა გამოიხატებოდა იმაში, რომ გარკვეული ნაყოფების მიღება არ შეეძლო. კეთილისა და ბოროტის ცნობადის ხის ნაყოფის მიღება არ შეეძლო. და ეს მარხვა, თუმცა ერთგვარ შეზღუდვად გვეჩვენება ჩვენ, მაგრამ სინამდვილეში იყო სულის გამოწვევა, ადამიანის გამოწვევა. ადამიანისთვის ერთგვარი ველი იყო, სადაც უნდა გამოჩენილიყო მისი ღვთისადმი ნდობა, ღვთისადმი მორჩილება. ადამი, როგორც ქმნილებათა გვირგვინი, როგორც მეფე ქმნილებათა, მას არაფერი არ აკლდა, თუმცა რა თქმა უნდა ეს არ იყო ჯერ კიდევ ის სრულყოფილება, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ ქრისტიანები, მაგრამ ადამს არ ჰქონდა არანაირი მიდრეკილება ცოდვისაკენ, მას არ უწევდა არანაირი ბრძოლა იმისთვის, რომ ყოფილიყო ღვთის ერთგული. ბრძოლა რა მხრივ, თუ ჩვენ დაცემული ბუნების მემკვიდრეებს გვიწევს არჩევა კეთილსა და ბოროტს შორის, ადამიანს ეს ამ არჩევნის გაკეთება არ უწევდა. მას ბუნებითაც სურდა სიკეთე. და ეს მცირედი მარხვა, ერთგვარი შეზღუდვა, რომელიც დროებითი იყო, რა თქმა უნდა, იყო ადამიანისთვის ღვთისადმი ნდობის გამოჩენის ასპარეზი, ასე ვთქვათ. და ამავე დროს ეს იყო ის, რასაც გამოიწვევდა ადამიანის სული და ასე მიდიოდა, უნდა წასულიყო ყოველ შემთხვევაში სრულყოფილებისაკენ. რაც მოხდა ვიცით, რა თქმა უნდა, დაარღვია ეს ცნება ადამიანმა, დაარღვია ეს მარხვა. და თვითონ სიტყვა მარხვა შევნიშნოთ, რომ შენახავს, დაცვას ნიშნავს ძველ ქართულად. გავიხსენოთ, ჩვენ რას ვაკეთებთ, მიცვალებულს ვმარხავთ. ანუ ვინახავთ მიწაში ქრისტეს მეორედ მოსვლამდე. ძველ ქართულ ტექსტებს თუ ვეცნობით, ხედავთ იქ, რომ იმარხაო, დაიცვაო თავი რაღაცისაგან, დაიმარხა თავი, თქვათ იქ მრუშობისაგან, ვეცხლის მოყარებისაგან. ანუ ეს არის თავის შენახვა ქრისტეს ერთგულებაში და იმ მდგომარეობაში, რომელშიც სულიწმიდა შეუძლია იმოქმედოს ადამიანში. ანუ ადამიანის თავისუფალი ნების გამოჩენა, ღვთისაკენ სწრაფის ნებსით გამოჩენა. მე რა თქმა უნდა, დაცემიდან მოყოლებული მარხვა იყო ჩვეულებრივი მდგომარეობა ადამიანისა. როცა რაღაცა მნიშვნელოვანი ხდებოდა, როცა უნდა სურდა ადამიანს გაეგო ღვთის ცნება, ან მომზადებულიყო გამოცხადებისთვის, აუცილებლად იმარხავდა, ანუ იცავდა სიწმინდეში საკუთარ თავს. ასე მიიღო ადამიანმა ძველი შული, ასე წარმართავდა ყოველთვის ღმერთთან ურთიერთობას, ამის უამრავი მაგალითი გვაქვს ჩვენ წმინდა წერილში და ჩვენთვის როგორც ქრისტიანებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რასაც ბრძანის მაცხოვარი. გავიხსენოთ ერთი ეპიზოდი საფარებიდან, როცა ეშმაკეული შვილი მოიყვანა მამამ უფალთან და მოციქულებმა ვერ განკურნეს ის და უფალმა განკურნა, შემდეგ ეკითხებიან მოციქულები, ჩვენ რატო ვერ შევძლეთო მისი განსხმავა. და ამბობს მაცხოვარი ესეთ რაღაცას, არა განვალს თესლი ესე განა ლოცვისა და მარხვისა. ანუ ეშმაკისაგან განდგომის, მისი მოშორების აუცილებელ საშუალებად გვისახავს უფალი ერთი მხრივ ლოცვას, ბედრებას ღვთისადმი, მეორე მხრივ მარხვას, ანუ დამარხვას საკუთარი თავისა იმისაგან, რაც შეიძლება სიამოვნების სფეროს შეადგენდეს ადამიანისთვის, მაგრამ არ არის საჭიროება. აქედან მოყოლებული იმარხავდნენ, მარხულობდნენ იოანე ნათლისმცემლის მოწაფეები, ხედავთ ჩვენ ამას. და როცა მოცხოვარს ეკითხებიან, რა ისათვის არ მარხულობენო, შენი მოწაფეებიო, ისე ეუბნებაო, როცა სიძე წაერთმევა მათგან, ან როცა მოხდება მაცხოვრის ჯვარცმა, იმ მომენტიდან იმარხავენ. და ლაპარაკი არა მხოლოდ ჯვარცმის დღის შენახვაზე, არამედ იქიდან მოყოლებული მარხვა შემოვა ჩემი მოწაფეების ცხოვრებაში. და მართლაც ასე იყო. ჩვენ ხედავთ ამას მოციქულთა ცხოვრებაში, ხედავთ წმინდათა ცხოვრებაში და არც ზოგჯერ ისეთ მაგალითებს ხედავთ მარხვისა, რომელიც ადამიანის გონებასაც ვერ ეტევა. და მთელი ცხოვრება მარხულობდა ხალხი და უმკაცრეს მარხვას ეწეოდა.
ასე რომ მარხვას რამდენად აქვს საწყისი წმინდა წერილში და ეს არ არის ჩვენი გამონაგონი, ან ჩვენი მიკვლეული საშუალება და ამავე დროს უნდა ვთქვათ, რომ მარხვა როგორც შეზღუდვა ეს არის ერთგვარი ჩვენი სულიერი მსხვერპლი ღვთისა. უბრალოდ არ ჭირდება ჩვენგან სისხლი, არ ჭირდება რაღაც ნივთიერი შესაწირავი, ეს ყველაფერი მაინც აი გამოხატულება მხოლოდ ადამიანის ღვთისადმი ნდობისა და მისგან სწრაფისა, თავარი შესაწირავი ჩვენთვის ეს არის მარხვა და ლოცვა.